მოგესალმებით, დაგებრუნდით მორიგი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ უკვე დავიწყებთ cyber security-ს, ანუ კიბერუსაფრთხოების შესწავლას. თუ როგორ გამოვიყენოთ, რაში გამოვიყენოთ და ასე შემდეგ, რაში გამოვიყენოთ, ალბათ უმეტესობა ვიცით. რადგან ძალიან ბევრისთვის არის ნაცნობი. როგორ ტეხავენ სერვერებს, მაგალითად, კომპიუტერებს, ტელეფონებს და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება Linux-ი. ეს Windows-ი არის შესაძლებელი, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. Linux-ის ალბათ 1.5%-ით დაახლოებით. ასე რომ ჩვენ დავაყენოთ Linux-ი. დავაყენოთ რა? გადმოვწეროთ აპლიკაციად. ჩვენ ვიცით რომ Linux-ი არის როგორც Windows-ია, macOS-ია, აი ასე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს გადმოვწეროთ როგორც აპლიკაციად. მოდი ვნახოთ ახლა როგორ. არსებობს Ubuntu Linux-ი, Kali Linux-ი, Arch Linux-ი და ასე შემდეგ. მოდით ახლა ვნახოთ და გადმოვწეროთ ჩვენი Kali Linux-ი. პირველ რიგში შევიდეთ მოდი ბრაუზერში. აი ესე. აქ დავსერჩოთ kali.org. შევიდეთ kali-ზე, kali.org-ზე. დავაჭროთ get kali, ანუ მივიღოთ kali და აქ არის უკვე ძალიან ბევრი არჩევანი. მაგრამ ჩვენ ამჯერად განვიხილავთ, შეგვიძლია ასევე ფლეშკაზეც გადმოვწეროთ, რომელიც მე გადმოწერილი მაქვს. აი აქ არის ჩვენი WSL-ი, უნდა გადმოვწეროთ ეს ჩვენ WSL-ით. და როგორ გავაკეთოთ ახლა ეს? როგორც კი დავაჭერთ WSL-ს, ჩვენ გადავყავართ Microsoft Store-ში. შეგვიძლია ეს ჩვენი აპლიკაცია Kali Linux-ი გადმოვწეროთ Microsoft Store-დან. აი ესე, ჩვენ შეგვიძლია აქედან გადმოვწეროთ View Store, Open in Microsoft Store. ნახოთ. აი როგორც ხედავთ, Kali Linux-ი. ეს არის Kali Linux-ის ტერმინალი. ჩვენ შეგვიძლია GUI-ით გავუშვათ, ანუ იგივე რომ მთლიანი დესკტოპი და ასე შემდეგ მთლიანად გავუშვათ, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ჯერჯერობით. ჩვენ გვინდა მხოლოდ ტერმინალი. ყველაფერს აკეთებს ტერმინალი Kali Linux-ში თითქმის. მოდი ვნახოთ ჯერ რა უნდა გავაკეთოთ. დავაჭროთ Windows R და ჩავწეროთ cmd. აი ესე. მოდი ეს ჩავწეროთ ჩვენ საზიებო ველში, აი აქ. cmd. აი ესე. და ეს გავუშვათ ადმინისტრატორით. აი. run as administrator. აქ ვაძლევთ თანხმობას. და როგორც ხედავთ, გაეშვა. პირველ რიგში ჩვენ დავწეროთ WSL dash, ანუ ორი წელი დახრა ხაზი, ტირე და install. აი ასე. ახლა ველოდებით. ცოტა დრო სჭირდება ამის გადმოწერას. სანამ ეს გადმოიწერება, მოდი ჩვენ ვნახოთ Kali Linux-ში, ანუ თვითონ ამ WSL-ის დოკუმენტაცია. გადავდივართ ისევ ჩვენს get Kali, ანუ აი აქ. ვაჭერთ WSL-ს
და ვაჭერთ WSL documentation. ჩვენ გვინდა ქალი WSL. აქ ჩვენ გვაქვს კომანდები თუ რა შეგვიძლია გამოვიყენოთ WSL-ზე. WSL-ისგან კალი Linux, აქ კიდე სხვა კომანდებიც გვაქვს. version-ის გაგება და ასე შემდეგ. ეს ჯერ ჩვენ არ გვინდა. როგორც ხედავთ, აი აქ Ubuntu გადმოიწერა. ახლა უშვებს Ubuntu-ს. რამდენიმე წუთი დასჭირდებაო. მანამდე ჩვენ გადავხარეთ დოკუმენტაციებს და მოდი ჩვენ უკვე გადმოვწეროთ აი ეს Kali Linux-ი. მოდი ეს გავუშვათ ახალი ტერმინალი და ნახოთ WSL რას შევა. აი ესე. მოდი ცოტა ეფექტური და გავხადოთ. გავხადოთ ეს მწვანე. color A. როგორც ხედავთ, მწვანე გახდა, დავწეროთ color A. მოდით ახლა ვნახოთ WSL version. აი ესე. როგორც ხედავთ, WSL-ი უკვე გადმოწერილია. ასე რომ ჩვენ აქ არ გვინდა გადმოწერა. თქვენთან შესაძლებელია უკვე იწერდეს, გადმოწერის პროცესი მიმდინარეობდეს და თქვენ ყველაფერზე უბრალოდ უნდა დაეთანხმოთ თუ რაიმე მოგთხოვათ, რა თქმა უნდა. თუ არ მოგთხოვათ, უბრალოდ დაელოდებით გადმოიწერება და შემდეგ უკვე აი როგორც ხედავთ, აქ უკვე მომთხოვა username-ი. ეს გადმოიწერა მოგთხოვთ აი ასე usernames. Enter new Unix username. მე ჩავწერ ამჯერად ჩვეულებრივ Kali. აი ეს დავაქვე. დავაჭერთ Enter-ს. აქ უკვე მოგთხოვა პაროლი, ახალი პაროლი. მოდი მე შევიყვან ჩემს პაროლს. ახალ პაროლს. როგორც ხედავთ, წარმატებით დასრულდა ინსტალაცია და ჩვენ უკვე გაშვებული გვაქვს Ubuntu. ეს არის უკვე გაშვებული Ubuntu. მოდით ჩვენ ახლა უკვე გავუშვათ Kali Linux. და ხო, არ დაგავიწყდეთ. როდესაც WSL-ი გადმოიწერება, შეიძლება Ubuntu არ გაგიხსნათ. ასე რომ საჭირო არის კომპიუტერის გადარესტარტება. მე ახლა აღარ მომიწია გადარესტარტება, რადგან უკვე გადმოწერილი მქონდა. როდესაც WSL-ი გადმოიწერება, თქვენ გადაარესტარდებთ უბრალოდ კომპიუტერს და Ubuntu თავისით იქნება გადმოწერილი. ეს ჩვენ უკვე Ubuntu აღარ გვჭირდება და ჩვენ მოდი უკვე ვნახოთ რას შრება ჩვენი Kali Linux. აი აქ უკვე გადმოიწერა, როგორც ხედავთ. დავაჭერთ Open-ს. Open. როგორც ხედავთ, გაიშვა Kali Linux. როგორც ეს ინსტალირდება, იწერს როგორც Ubuntu. დაუნლოდებით რამდენიმე წუთი. უკვე გადმოიწერა. აქაც მოგთხოვა username-ი. მოდი ჩავწეროთ ისე username-ი, იყოს Kali, ჩვეულებრივ. დავწეროთ ჩვენი პაროლი.
repeat new password. და აქაც როგორც ხედავთ წარმატებით შესრულდა ინსტალაცია. როგორც ხედავთ ჩვენ უკვე გადმოვწერეთ Kali Linux-ი და მზად ვართ რომ შევასრულოთ კომანდები. ჩვენ ასევე გვაქვს Ubuntu Linux-ი. მოდი ვნახოთ Ubuntu როგორია. აი ასე გამოიყურება Ubuntu. ჩვენ ასევე გვაქვს Kali Linux-ი. ერთი წუთით. ახდება. დავწეროთ clear-ი. გავთიშოთ მოდი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აღარ გვჭირდება ესეც. ეს თვითონ გვჭირდება, ასე უბრალოდ შევკეთოთ. გავუშვათ ახალი CMD, ანუ კომანდის პანელი. აი ესე. ჩვენ უკვე აქ შეგვიძლია აი აქედან გავუშვათ Kali Linux-ი, აი აქ ის არის რო ხატია. გავუშვათ Kali Linux-ი, Ubuntu Linux-ი, რომლებიც ჩვენ უკვე გადმოწერილი გვაქვს. მოდი გავუშვათ Kali Linux-ი. აი ასე როგორც ხედავთ, Kali გაეშვა ჩვეულებრივ. და შეგვიძლია გავუშვათ Ubuntu. აი ესე. აქ გვაქვს Windows-ი, Kali Linux-ი, Ubuntu Linux-ი. აი ასე უბრალოდ Windows-ზე გვაქვს სამი სახის ტერმინალი: Ubuntu Linux-ი, Kali Linux-ი და Windows Linux-ი არა, Windows. ჩვენ ყველაზე კარგი აქედან არის Kali Linux-ი. და მოკლედ ჩვენ დღეს უკვე გადმოვწერეთ აი ეს სამი აი ეს ორი ტერმინალი და ახლა ჩვენ უკვე მზად ვართ რომ შევასრულოთ აი ეს ბრძანებები რომლებიც ჩვენ გვაქვს მოცემული. აქ არა, აი აქ უნდა დაგვეწერა. WSL-ი დავააპდეითოთ. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც. თუ არ მივხვდით, ეს არის WSL-ის დოკუმენტაცია. Kali Linux-ის აი ამის ბმულს დავტოვებ აღწერაში. ჩვენ უკვე გადმოწერილი გვაქვს WSL Kali Linux-ი, ასე რომ აღარ გვჭირდება. უბრალოდ ჩვენ უნდა დავააპდეითოთ. ეს საჭიროა უკვე. გავთიშოთ მოდი ესენი. აი ეს. ნახოთ. აქ არ მოქმედებს, სულ დამოვიწყდა. clear. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ უკვე გადმოვწერეთ Kali Linux-ი. აი ასე, ძალიან მარტივად. გადმოვწერეთ Ubuntu Linux-ი. აი ასე და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს Windows-ი. ძალიან მარტივად გაშვებული. მოკლედ როგორც ვთქვი, დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი. მეტი ვიდეოებისთვის დალაიქეთ და დაკომენტარეთ თუ რაიმე შეკითხვა დაგჭათ. შევეცდები რომ გავცე ყველას პასუხი და